მეგობრებო, რამოდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა და ხელი ჩაურტყა არაბებს, არაბულ სამშენებლო კომპანიას, რომ საქართველოში მათ ააშენონ ორი მრავალათასიანი ქალაქი. ერთი ქალაქი უნდა აშენდეს გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ქალაქი, რომელიც გორის ზომის იქნება, უნდა აშენდეს თბილისის გვერდით კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე. აი იმ კრწანისის ველზე, სადაც 1795 წელს კრწანისის ბრძოლა გაიმართა, არაბებმა უნდა ააშენონ 45,000 კაციანი მასშტაბით ქალაქი. ამ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა, ესაა მისი სახელი, რამოდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში ღიად განაცხადა. არაფერი მაკაც არ დაუმალავს. მან დაადასტურა, რომ ამ ქალაქების მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ რომ უცხოელები იქნებიან. ეს ღიად ითქვა. კიდევ ერთი ძალიან საეჭვო ფაქტი, რომელიც ასევე ცნობილია ჩვენთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების მთავრობის ოფიციალური განკარგულებით ყველა პუნქტი, ყველა დეტალი, ყველა პირობა, რომელიც დაიდო ამ არაბულ კომპანიასთან, ოფიციალურ ხელშეკრულებაზე მაქვს საუბარი, ოფიციალურ განკარგულებით არის გასაიდუმლოებული. ანუ საზოგადოებამ არ იცის რა პირობებით უნდა ააშენონ არაბებმა საქართველოში ორი ქალაქი. სამაგიეროდ ვიცით, რომ ამ არაბული კომპანიის დამფუძნებელმა ღიად დაადასტურა, რომ იქ მოსახლეობის უმრავლესობა უცხოელები იქნებიან. სულ რომ გვერდზე გადავდოთ, აი ეს ფაქტობრივი გარემოებები, ეს ღია ინფორმაცია, რაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. აი მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ჩვენი ქვეყანა უკვე ათეული წლებია იმყოფება ძალიან მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში. ყოველწლიურად ეთნიკურად ქართველების რაოდენობა ამ ქვეყანაში მცირდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების კომპაქტური ჩამოსახლება მიმდინარეობს. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია თბილისში, სადაც უბნებიც კი გაჩნდა, კორპუსებიც და კვარტლებიც კი გაჩნდა, სადაც რომ შეხვალ რაღაც ინტერნაციონალი დაგხვდება. ეხლა მოდით ლოგიკური დასკვნა გავაკეთოთ. თუ ქართველები ყოველ წელს მცირდებით შობადობის გამო, არანორმალური ემიგრაციის გამო, ანუ ქართველები მიდიან საზღვარგარეთ საცხოვრებლად თან ოჯახებით. და პარალელურად ვიღებთ სურათს, როდესაც უცხოელები კომპაქტურად სახტებიან ჩვენს ქვეყანაში. ორ ქალაქს რომ აშენებენ, ვისთვის აშენებენ? თუ ქართველები ცოტავდებით და პლუს ღარიბები ვართ. ხომ გასაგებია, რომ თავარი გათვლა კეთდება გარე მყიდველზე. და ეს არც დაუმალავს არავის, ეს ღიად იქნა დადასტურებული და ეს განცხადება გაკეთდა. მე მგონი ყველაფერი მეგობრებო არის გასაგები. მე მგონი ამაზე მეტი არგუმენტი და ამაზე მეტი ფაქტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რომ ეს ქალაქები არ უნდა აშენდეს. ეხლა მოდით გადავიდეთ უკვე რა უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის დარწმუნებული ვარ ისედაც ცნობილი იყო. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ როგორც კი ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადდება GRG,
აი ამ ტერიტორიის, სადაც მშენებლობები უნდა დაიწყოს მომავალში, ჩვენ ეგრევე მყისიერად გამოვაცხადეთ ამ არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ მოძრაობა და მოუწოდეთ ხალხს, რომ ერთად დამდგარიყავით და ამ პრობლემის წინააღმდეგ გვებრძოლა. და ამ მოძრაობის ფარგლებში დღეს ჩამოვედით ქუთაისში. მეგობრებო, ერთი ფაქტი უნდა გავაცნობიეროთ. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ საფრთხის განეიტრალება, ჩვენი კორუმპირებული მთავრობების რაღაცა მერკანტილური რაღაცა იდეების განეიტრალება არის ძალიან ფართო სახალხო მოძრაობა, ფართო სახალხო ძალა, რომელიც ყველა მიმართულებით, საინფორმაციო მიმართულება იქნება ეს თუ საპროტესტო მიმართულება თავის პოზიციას მკაფიოდ დააფიქსირებს. და ამ მოძრაობის ფარგლებში დღეს მოვედით აქ თქვენთან. მეგობრებო, რა არის ახლა საჭირო? უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, რომ არც ერთი მსხვილი მასმედია, არც ერთი სახელისუფლებო არხი ამ პრობლემას არ შეეხება იმ ჭრილში, რა ჭრილშიც არის სიმართლე. ხელისუფლება წინასწარ უკვე ამზადებს მოსახლეობას იმ კუთხით, რომ ეს მშენებლობები კარგია, რომ ეს ქალაქები კარგია, ჩამოსახლებაც კარგია ვიღაც უცხოელების, ზოგიერთი იმასაც ბედავს, რომ ისეთი რაღაცების თქმას, რომ თურმე დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის დროს თუ გაუძელით ამ შემოსევებს, ეხლაც გაუძლებთ, კაცო, ეხლაც რა შეიცვალა. ანუ ეს ხალხი არ აპირებს ამ მიმართულებით უკან დახევას. ამიტომ პირველი რაც არის საჭირო, ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ ამ საფრთხის შესახებ. მათ შორის თქვენი დახმარება, თქვენი ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით საჭირო, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ინფორმაციული ვაკუუმია და ხალხს ან დეზინფორმაციას აწვდიან, ან სათანადო ინფორმაციას არ აძლევენ, უნდა აუხსნათ ჩვენს გარშემო ამ პრობლემის შესახებ. ჩვენს ოჯახებში, სანათესაოში, უბანში და ასე შემდეგ ყველას უნდა გავაგებინოთ. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც დავდივართ, ვაწყდებით ამ პრობლემას, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის ამის შესახებ. მაგრამ როგორც კი იგებს ხალხი, ყველას რეაქცია არის სასახად ნეგატიური. არავის არ უნდა ამ ქალაქში არაბული ქალაქების მშენებლობა. მათ შორის მათ მომხრეებს, ანუ ხელისუფლების ამომრჩეველსაც არ უნდა. იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი ხალხია, ხო, მე რიგით მოქალაქეებს გულისხმობ. ამიტომ ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა არის ინფორმაციის მიტანა, რომ ეს პრობლემა დგას, რომ ეს საფრთხე დგას. ეხლა მეორე საკითხი, რომელიც ასევე მოითხოვს თითოეული თქვენთაგანის აქტიურ ჩართულობას. თქვენ იცით, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში ჩვენ დავაანონსეთ პირველი ფართო მასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაცია 20 სექტემბერს. ცხადია, ეს არ იქნება პირველი და არ იქნება უკანასკნელი. უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. როგორც აი ნამოხვან ჰესის წინააღმდეგ პროცესს დასჭირდა გარკვეული პერიოდი, გარკვეული სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, ადგილზე იქნებოდა ეს თუ თბილისში, აი ეგეთი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლება ერთი ჩვენი გამოსვლით, ერთი ჩვენი დემონსტრაციით, მიუხედავად იმისა, რომ 20 სექტემბერს ძალიან შთამბეჭდავ პირველ გენერალურ დემონსტრაციას შევთავაზებთ მათ, ხალხის მრავალათასიან პოზიციას დავაფიქსირებთ. უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ამიტომ პირველი რაც თქვი, სწორი ინფორმაციის მიტანა თქვენს გარშემო ყველა ადამიანისთვის და მეორე აუცილებელია, მეგობრებო, ჩვენი კონკრეტული ქმედებით
საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოსვლით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში და ხელისუფლებასაც ეგ არ უნდა, რომ ჩვენი მოძრაობა იყოს კონსტრუქციული, მშვიდობიანი და მამის საშუალებას მათ არ მივცემთ, მათ შორის მათ პროვოკატორებს, რომ ამ მოძრაობას რაღაცა იარლიყი მიაწებონ, ხალხი დააშინონ, ხალხი დააჭერინონ, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ. ამიტომ მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის, ყველას გავაგებინოთ ჩვენს გარშემო ამ პრობლემის შესახებ და 20 სექტემბერს გამოვიდეთ, შევიკრიბოთ თბილისში და მკაფიოთ დაუფიქსიროთ მათ, რომ ამ ქვეყანაში არაბული ქალაქები არ აშენდება. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში.